80 მომხრე 0 წინააღმდეგი კანონი მესამე მოსმენით მიღებული. ქართული ოცნების პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები დღეს მესამე მოსმენით მიიღეს. პროექტის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოს შეიძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა. სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს. სასამართლომ გადაწყვეტილება სარჩელის შეტანიდან არაუმეტეს 9 თვეში უნდა მიიღოს, ხოლო საარჩევნო პერიოდში 14 დღეში. ქართულ ოცნებაში არ მალავენ, რომ ახალი რეპრესიული კანონის მიზანი არსებული ოპოზიციური სპექტრის გაქრობაა. ეს კანონპროექტი დასგავს იმას მაგალითად. მინ გახსენდებათ პირველი ოპოზიციონერი დამისახლებით თუ შეიძლება მე ვარ დავასახელო იმას ერჩისო იყვენ ხოლმე შემდეგ. ვინმე ნებისმიერი ოპოზიციონერი დამისახლებით თუ შეიძლება მომეხმარეთ რა. გვარამია ვაშაძე, გვარამიამ და ვაშაძემ რომ ვერ მოახერხო სხვა საუბარი, მე არა ვარ ნაცი წამოვედიო. აი დაახლოებით ამ ამბავზეა საუბარი.